ინფლაციის პრობლემა რომ მოგვარდეს ზოგადად სამი სხვადასხვა რამ არის გასაკეთებელი. ერთი ზოგადად უნდა მოგვარდეს თავი წყარო, ფულის ბეჭდა. ანუ ეროვნულ ბანკზე უნდა დავყარდეს კონტროლი, პოლიტიკური კონტროლი, რომ საბოლოოში ეს ფული არ იბეჭდებოდეს, ან იბეჭდებოდეს ნაკლები ოდენობით და ეს მოაგვარებს გრძელვადიან პრობლემას, მაგრამ მოკლევადიანად პირდაპირ ეფექტი ამას არ ექნება, იმიტომ დრო ჭირდება რომ ინფლაცია შემცირდეს. ამიტომ მოკლევადიანად შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს, ვიზეც ინფლაცია ყველაზე კვეთრად აისახება და ვისაც აღარიბებს, ეს ყველაზე ისაც ღარიბი ადამიანები. ამიტომ ამათთვის შეიძლება შევამციროთ ის გადასახადები, ეგრეთ წოდებული რეგრესული გადასახადები, რომელიც ღარიბ ადამიანებზე გადასახადია, აქციზებია პირველ რიგში. სიგარეტზე აქციზი იქნება, ბენზინზე აქციზი, გაზზე აქციზი. შეიძლება პირდაპირ იგივე ოდენობით ფასები არ შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანების ჯიბეში მეტი ფული დარჩება და ამ შემთხვევაში ისინი უფრო მარტივად გამომკლავდებიან მაღალ ფასებს და მზარდ ფასებს. და მესამე არის ყველა ის ქმედება, რაც წაახალისებს ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ზოგადად გადასახადების შემცირება, იგივე დღეგა შემცირება. ეს არის რეგულაციების გაუქმება, 300 ლარიანი ზღვარი იქნება იმპორტზე თუ ფარმაცევტული ინდუსტრიის რეგულაციები იქნება, ყველა ის შეზღუდვები, რომლებიც კონკურენციას კლავს, მაგალითად სხვა ლიცენზირება და ასე შემდეგ, აი ამ რეგულაციების გაუქმება ხელშეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ხალხს ექნება უფრო მაღალი შემოსავალი, ფასები, იმიტომ რომ ფული არ იბეჭდება, ნელ-ნელა აღარ გაიზრდება და შეიძლება შემცირებისკენაც წავიდეს და არც ინფლაციის პრობლემა იქნება და საბოლოო ჯამში ხალხის გამდიდრდება. ზოგადად ბევრი პრობლემა შეიძლება მოაგვაროთ, თუ მიზანი იქნება რა ვთქვათ, ბიუჯეტის ან მთავრობის კეთილდღეობა, არამედ ცალკეული ადამიანის, მაგრამ პრობლემა ნებისმიერ დაპირების სტატისტიკამდე, რომ თუ მთავრობას გაზდის ადამიანის ძარცვა იქნება ეს გადასახადები იქნება თუ ფულის ბეჭდა იქნება თუ რაღაც რეგულაციები, ის ამას ყოველთვის იზამს. ამიტომ თუ არ არსებობს ეფექტიანი კონტროლი მთავრობის მოსახლეობის მხრიდან, პოლიტიკური კონტროლი, აზრი არ აქვს არანაირ დაპირებას, იმიტომ რომ შეიძლება დაპირება კარგად ჟღერდეს, მერე პოლიტიკოსები მოვიდნენ და შეცვალონ თავისი დაპირება და საწინააღმდეგო გააკეთონ. ამიტომ საბოლოო ჯამში ნებისმიერი ეკონომიკური მიზანი არის რაღაც დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტიანი კონტროლი არსებობს მთავრობაზე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ საზოგადოებაში.